We often talk about equality and empathy, but rarely do we see how these words can become reality. Garden of Aztec is exactly the place where I witnessed human values, dignity, equality, and acceptance of differences come to life. The very values on which a civilized world and democracy stand. In this episode, you'll meet people with Down syndrome. You'll see their preparation for their performance, videos from the premiere, and their emotions and joy that come from a place where no barriers and thresholds exist. Only love and friendship that everyone is united under. Welcome. Today I am in the Garden of Aztec integrated theater for today's episode. So what this theater does is it gives children with Down syndrome the opportunity to become actors in theater. It's sponsored by Sukhumi State Theater, and this is the only integrated theater in the world which has national status. They're currently working on a rehearsal, and this place is very special for me, as this is where I spent the summer volunteering, and they taught me a lot of things. Most importantly, they taught me compassion for each other. So let's go in right now and let's see what they're doing and what they're planning for tomorrow's theater performance. Garden of Aztec is an integrated theater where people with Down syndrome and professional actors create art together. In this theater, everyone is equal. For them, this theater is not just a hobby. It is a way to feel needed, fulfilled, and happy. Every rehearsal and every scene is a step toward a society that is more open, kind, and equal. Ratom არის ეს თეატრი შენთვის მნიშვნელოვანი? ნადოდა თიხანიამ ყველა თეატრებისკე დადიოდი მე აქ მოვედი აქ დავიანესებები სახიობები თიანა ანასივიტი და კოკონები და ბატო კაპუასვირი მე მხედა მსეს პეცაკრი მაგ სიახლევ ისე ხო ჩვენი პეცაკრზე მოდი ერთი ბიცი მოდი გვა სახელი თამარე პეცაკრზე სუცაცე მოვა პეცაკრზე ჩვენი კოლეგა სახიობი მინდარი სახიობი და მოხელარი თუდი დოზის მინდარი ადონი რადი დოკუმენტი მოვა და მოვა მე როგორც ვიცი მოვა და პარასკევს მეც მოვალ და მეც ძალიან მიხარია რომ ამ სპექტაკლს შემიძლია მოვიდე და I'm very excited. ძალიან მიხარია და ძალიან ველოდები. ანუ ძალიან დიდი მადლობა და პარასკევს შევხვდებით სპექტაკლზე. ლევან და მარიამ, თქვენ ამ თეატრში მუშაობთ უკვე რამდენი ხანია? დაახლოებით 8 თვე მუშაობთ დაახლოებით პროფესიონალი მსახიობები ამ ინტეგრირებულ თეატრში და მინდა რომ თქვენ გამოცდილებებზე კითხოთ და აი რატომ გააწყვიტეთ აქ მოსვლა და აქ ამ ბავშვებთან მუშაობა? ხო. ზოგადად მთელი ჩემი ბავშვობა მინდოდა მსახიობობა, უბრალოდ შესაძლებლობა არასდროს არ მქონდა რომ ესე თეატრში მეთამაშა, ან ზოგადად არც მახსოვდა რომ ბავშვობის ინტერესი მქონდა ეს და არსაიდან მარიამი აღმოჩნდა ამ თეატრში. და ერთ უბრალოდ დღეს მოვედი რომ უბრალოდ შემეხედა რა ხდებოდა ამ თეატრში და არსაიდან მოვხვდი როლზე. სოსოიას როლზე მოვხედავ, თავარ როლზე, არსაიდან. და ფაქტობრივად აქედან დაიწყო ჩემი ამ თეატრში კარიერა, ასე ვთქვა და ძალიან კმაყოფილი ვარ და აი უსაყვარლესი ბავშვები არიან და უდიდესი გამოცდილება მივიღე ამ ბავშვებთან ერთად სპექტაკლში. მეც სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ თეატრში. ბაჩომ რომ ჩამხედა თვალებში თქვა რომ შენ იქნებიო ხატიაო და აი მეთქი ვიქნები თქო. ხო და მანამდე ვიცოდი ბაჩოს თეატრის შესახებ და ვიცნობდი შორიდან ბავშვებსაც. მაგრამ ახლოდა რო გავიცანი, საერთოდ სხვა მუხტი იყო და სხვა შთაბეჭდილებები იყო და ძალიან შემიყვარდა ყველა საერთოდ. აი მართლა უბედნიერესი ვარ რომ ამ თეატრში ვარ რა. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. The Azdaki performance I See the Sun is not just a theatrical work. It is a story about how every person can bring light into the world if given the opportunity. მარიამ, ყოჩახ, ძალიან მაგარი პერფორმანსი იყო, აბსოლუტურად გენიალური და ეხა ერთი თხოვნა მაქვს რომ მაყურებელს გაუზიაროთ შენი ემოცია. მე ახლა ეს როლი თამაში რომ ხას ენახა და ბედი ყოფილიყო.
სპექტაკლი, ესეთი პრემიერა იყო ძალიან უმაგრესი და ძალიან და ძალიან მომეწონა. მაგრამ ისი რა არის, მე ძალიან მომეწონა აქაურობა, მაგრამ ეგ არის ნამდვილი მეგობრობა, ის ძალიან მაგარი და ძალიან მომწესდა მიხარია. და ჩემთვის დასანახად არის ეს ასდაკის ბაღის, მაგრამ მინდა რომ ჩავწერო, რომ ჩვენ უფრო მაგრები უნდა ვიყოთ აუცილებლად. ეგ არის ასდაკის ბაღის, აფხაზეთის სახელმწიფო დელეგირებული ასდაკის ბაღი და ძალიან მომეწონა. მიყვარხარ ძალიან. მართა ყოჩახ გეთახმები, მართა სასწაული იყო, მართა ძალიან ბევრი ემოცია იყო და ძალიან ბევრი წარმატებები მინდა გისურვო და უფრო მაგარი სპექტაკლები და უფრო მაგარი ყველაფერი. ჩემი ემოცია ძალიან მომეწონა მართლა სპექტაკლი. ყველას დიდი მადლობა მართლა რომ მოხვედით და დაესწარით. არ ვიცი რა თქვა, სიტყვები არ მყოფთვის საერთოდ. არა უშავს. ყოჩახ მართა გენიალური იყო და კიდე მეტი წარმატება ასეთი მინდა გისურვო. აი ამ სპექტაკლში ძალიან მაგრად ვითამაშებ, ძალიან კარგად, ძალიან მაგრად, ძალიან ჯიგრიანად და ძალიან მიხარია ამ სპექტაკლის რომ ვითამაშე. პირველ რიგში ძალიან კარგად ჩაიარა. შედგა ეს პრემიერა, მე ვითამაშე ლუკა ფოცხეშვილის როლში. და მომეწონა ძალიან მიხოს ეს თეატრი და კიდევ ხევაძე და მიხოს კიდევ ხაზრას და მადლობა. Garden of Aztec has existed for over 10 years now. During this time, it has overcome many challenges, creating a story of love, work, and humanity. Today, Garden of Aztec has the status of a state theater of the Autonomous Republic of Abkhazia. This is not just a title, it is a society's recognition that diversity is a value, not a barrier or threshold. This project is led by director Bacho Gabrashvili, who has dedicated his entire life to this theater. Through his efforts and belief, he created a place where everyone can say, I can do it. ინტეგრაცია ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაზე, ჩემის აზრით, თუ კი რამე შეიძლება ხდებოდეს და ანუ ამ პლანეტის ადამიანებმა ერთი სიტყვით რაღაცნაირად ერთად შევძლოთ თანაცხოვრება, ეს იქნება თეატრში, კინოში თუ ცხოვრებაში თუ სხვადასხვა სამსახურებში, რადგან ერთად ცხოვრობთ, რადგან მსახიობები გვქვია, აქ უკვე რაღაც ბარიერები ინგრევა და ეს შეზღუდული შესაძლებლობის სიტყვა რაღაც ამოვარდება და რაღაცა მსახიობები ვართ ყველანი და თამაშობთ, ვაკეთებთ ერთ საქმეს და ამიტომ არის ალბათ რა ვიცი მნიშვნელოვანესი რომ ამ ადამიანებისთვის ეს ყველაფერი არ ვიცი სიცოცხლეა, სამსახურია, საქმეა, ხელოვნებაა და არ ვიცი რა ესეთი ამბავი. ძალიან დიდი მადლობა და მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეს ადამიანი თქვენ ყველას გიყვართ. და ამ ადამიანმა ესე თქვა რომ მეო დეკემბერშიო რომ ჩამოვალო, აუცილებლად მოვალო და ვნახავო. ყველა ძალიან მიყვარსო, ყველაო. ხას ადამიანია. თქვენ ძალიან გიყვართ და თქვენსავით მსოფლიო ადამიანია ეს ბიჭი. აი, ხო და ეხა მოცალოთ იქნება. გახუჭეთ თვალი ერთი წუთი. მოიყურები ახლა. აჰა. გახილე. აბრა, ბუდუზირზე. Volus mine tracția. აუც ჩუმად. This is Teo Piranishvili, the theater director who lives the life of the Azdaki performers. For her, this is not just a profession, it is her family and her daily life. დიდი მადლობა მინდა ნიკო პირადად გადაგიხადო
და რატო იცი რომ ზუსტად შენი ასაკობრივი ანუ ასაკს რასაც გულისხმობ რომ დაინტერესდი და ჩაერთე ამ ჩვენს ძალიან დიდ და ლამაზ სამყაროში იმიტომ რომ მე ვხედავდი შენი ყოველი დღე საი ამდენი ხნის განმავლობაში შენ ჩვენთან ერთად იყავი რამდენად გადასხვანაირდი და ეს არის ძალიან მაგარი და დიდი მადლობა მინდა იმ დახმარებისთვის იმ გვერდში დგომისთვის რაც შენ გამოხატე რა ვიცი აი რამდენი ხანია რაც შენ ჩვენთან ერთად ხარ და ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის ძალიან ბედნიერები ვართ რომ ჩვენი კუთხე გვაქვს და შენ დადიოდი ჩვენთან სადაც სადაც რეპეტიციობ, სადაც ვართ ძირითადად და ძალიან ლამაზად და კოხტად ვართ მოწყობილები, სადაც რეპეტიციებს გავდივართ, რა ვიცი, 1000 რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე ჩვენ აქტივობები გვაქვს, ეზო გვაქვს, ეხა ვაწესრიგებთ, მაგრამ ერთ დღესაც და ზუსტად ვიცი რომ ძალიან მალე ესეც მოხდება, რომ ყველაფერი ხდება ჩვენიდან გამომდინარე, სახელმწიფო თეატრი რო გავხდით, არც ის არ არის, თქვათ, პრობლემა, რომ ვიფიქროთ კიდე რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ერთ დღესაც ყველა აბსოლუტურად ავაშენებთ აზდაკის ბაღს და ჩვენ გვინდა რაღაც ლამაზი პატარა ეზო ყვავილებით და მე რომ მოხვალ ხოლმე შენც დარგავ პატარა ლამაზ ყვავილებს და ერთადერთი აი გვაქვს სურვილი რომ ჩვენი რაღაცნაირი პატარა აზდაკის ბაღი გქონდეს რა მოკლედ და გვექნება კიდევაც ზუსტად ვიცით რომ მაგითკენ მივდივართ რაღაცნაირად ნამდვილად წარმატებებს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა. When I'm with them, I feel trust and understanding growing within. Their genuine emotions, laughter, and hard work on stage show us that inclusion is not only about support, it is mutual love. During rehearsals, I watch them learn lines, laugh, get nervous just before going on stage, and then shine during the performance. Integrated theater is not just a cultural initiative, it is a model for society where every person, regardless of ability, has a place and a voice. It is a big step toward the country's democracy. Youth participation is very important in this process. The future they will build must be based on equality, pluralism, and honesty. Aesdati's Garden gives them an example. Difference is not a dividing line, but a strength that unites.